მკვეთრი მაკიაჟის გაკეთება მინდა და რომელი თვალის წინ წავისვა? ეს მომწონს. მაკიაჟი პიჟამოების წვოლებისთვის საჭიროა. ხო, ზიპ, უნდა გამოვიბრანჭოთ. კარგი, რა გჭირთ თქვენ? რატომ ხართ ჩუმად? დიანა, ეს ბრჭყალები წაისვი, დაგჭირდება. და მაღაზიაშიც უნდა წავიდეთ წვოლებისთვის, ვიყიდოთ პოპკორნი, ლიმონათი და რაღაცეები. კარგი, ნასია, ერთად წავიდეთ, მანქანა უფასოა. არა, მეგობრებო, დღეს წვოლება არ იქნება. მე 400-ზე ვარ. და რატომ ხარ? აბა მითხარი ზაკატი და კნოპა ცალკე იმ ოთახში რას აკეთებენ? რას ელაპარაკობენ? ზუპ, უნდა გაიასრო, რომ ზაკატი და კნოპა თითქმის წყვილი არიან, სხვა შეყვარებული მოძებნე. კარგი დიანა, შენ მოგეწონებოდა ზიპი და ნასია რო ერთად იყვნენ. მოიცა, მე რა შუაში ვარ. აი, იწყება. ზუპ, ზიპ, ზაკ, სახლში ვარ. ზალინა დაბრუნდა. გამარჯობა ზალინა. მაკიაჟი ჩანთა რატომ დევს მაგიდაზე? ზალინა, ახლა არ დაიწყო. ზალინა, შენი ნახვა ისე გაგვიხარდა, მე არც ისე. ზალინა, აბა როგორი იყო მეგობრის ქორწილი? მაგარი იყო, სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ ზომბები ამ ქორწილისთვის. კნოპა სად არის? ზალინა, ისევ მე ახალი ბიჭი ხوار გაიცანი. ხო, იქ კარგი ბიჭები იქნებოდნენ. კნოპა, ზალინა დაბრუნდა. არ მჭირდება სხვა შეყვარებულები, მე ზაკატი მიყვარს, ხომ იცით? კარგი, გოგოებო, სად არის კნოპა? ალბათ კბილებს იხეხავს. ან სახეს იბანს. მომისმინე ზალინა, დაღლილი იქნები, არ გინდა რომ დაიძინო? საკმარისად მეძინა, კნოპა. ჯანდაბა ვერ დარეკა და ვერ თქვა რომ მოდიოდა? ხო, გაფრთხილება არ იცის. ჯობი ახლა ყურები დაიფაროთ. კარგია, მორჩა, საკაც დაერხევა და კნოპა ჩემი იქნება. ოი ზალინა, ასე უცბად რატომ დაბრუნდი? გამარჯობა ზალინა. წვოლებისთვის მარტო არ მოვამზადებ, დამხმარეები მჭირდება. ეს ხომ საძილე ფართია, უბრალოდ პოპკორნი, ზეფირი და საკმარისია. შენთვის შეიძლება საკმარისია, მაგრამ ჩვენ გემრიელი საჭმელი გვინდა. ხო თან უარს არ ვიტყოდი ფრთებზე. სოფი ნუ ღარ ჭამამ ფრთებს, ხომ ხედავ ვეღარ ვარჯიშობ. რას მეუბნები, შენ ჩემზე დიდი ხარ გვერდებში. მასწავლებელმა იქ მგონი ეს წვოლება გარეთ უნდა იყოს. ხო, თორემ სახლი დაისრება და მე ჩვენ მოგვიწევს ალგება. ყველანი შევიკრიბებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. და ეს წყვილი რა არის? ახალი წყვილი ყავს? ეს ჩვენი ახალი ბიჭია თომასი, გაიცანი. ვირთხები, ისეთი ჩამშვებები არიან, ცუდი გოგოები არიან, არ დაელაპარაკო. კარინა, მგონი ჩვენთან მოდიან. კარინა, ეს შენი ახალი შეყვარებულია? ბავშვო, უკვე ყველა წესი იცი? ყველაფერი იცის ვირთხებო, უკან დაიხიეთ. კარინა მითხრა რომ ცუდები ხარ და თქვენთან ურთიერთობა არ უნდა დავიჭირო. კარინა მასე გითხრა რა? კარინა, დღეს წვეულებაზე ვისაუბრებთ ჩვენ. ყველას ჩვენ წინააღმდეგ ნუ განაწყობ. მართლა უხეშები არიან. საშინელი გოგოები ხომ გითხარი? გოგოებო, გამოდარით, მასწავლებელმა უნდა შეუკვეთოს. ყველა მზადაა წვეულებისთვის, წვეულება გარეთ იქნება, იცოდეთ. გარეთ? გარეთ რანაირად? კოღოები გვიკვენენ. პიჟამა ფართია და გარეთ რანაირად? ჩვენ გუშინში წვეულება გვინდა. ხო, სახელი ცოტა მაგარი იქნება. მეგობრებო, საძილე ტომარა მინდა, ვინმეს ხო არ გაქვთ. ზაკატ? მაგ ოთახში რას აკეთებდი? კბილებს იხეხავდნენ. ზალინა, სანამ წასული იყავი, საკატმა ჩემი შეყვარებული კნოპა წამართვა. შეგიძლია რომ მიხედო. რა მოხდა სანამ წასული ვიყავი? კნოპა, ჩემი სახლიდან გაითრიეახლავე. კარგი, გასაგებია. დიანა, ნასია ჩემთან ხართ? ზალინა, დაწნარდი, კნოპა ჩემი შეყვარებულია. შენ არასდროს არ მიყვარდი. არ ყვარები ვარ არასდროს არა ზაკატ, მაგრამ მე მიყვარ ხარ და ჩემი გახდები. ვაუ, შოკში ვარ. დაგიძახეთ. კნოპა, ჯობია დამიბრუნდე, თორე ზალინასთან გექნება პრობლემა. ზუპ, დაწყნარდი მაინტერესებს ზალინას და ზაკატს შორის ახლა რა მოხდება. ზაკატ, ეს როგორ გამიკეთე, ზაკატ? ზალინა, დაწნარდი, რა უქნა, არ მიყვარ ხარ, ერთად ვერ ვიქნები. ამბობ, რომ კნოპა ჩემზე უკეთესია? უბრალოდ შეხედე, ის ხომ ადამიანია. მე და შენ უნდა ვიყოთ ერთად. ზალინა, მე და შენ ერთად ვერ ვიქნები. აბა, როდის ვაკეთებ წვეულებას? კი, წვეულება იქნება. ხო, აუცილებელია რომ ვიღაც მაღაზიაში წავიდეს, ვინ წავა? საყვარელი, ერთად წავიდით. კნოპა, ჩვენთან ხარ? არა, აქ ზაკატთან ერთად დავრჩები. კარგი, წავედით. კნოპა, შენ არ შეგეშინეს, არ ინერვიულო, ზალინა არ მოწოს და საერთოდ ვერაფერს ვერ გეტყვის. კარგი, ზაკატ. ზაკატ უკვე ძალიან მობრაზებ. კნოპა, მაგას არ დაუჯერო, ზალინასაც იგივე შეეუბნებოდა. მისმინე ზუპ, არ ჩაერიო. არა, ზაკატი მხოლოდ ჩემი იქნება. მხოლოდ ჩემი. ხო, ზიპ, მეგონა ზალინა კნოპას გამოათრევდა. ხო, ზალინას მართლა შეუძლია. რომ მაღაზიაში მივდივართ? სადაც შენ გინდა. კარგი, არა, ზიპ, ხომ იცი რომ არა. დიანა, მე და შენ ხო შეყვარებულები ვართ. თან ერთი კოცნა დამრჩა. არ გინდა რომ ჩემნაირი გახდეთ.
ზი, ბოდიში, მაგრამ ჯერ მზად არ ვარ იმისთვის, რომ შენნაირი გავხდე. კარგი, რომელ მაღაზიაში უნდა წავიდეთ? კარგი, სადაც გინდა იქ წავიდეთ. ზი, ეგრევე უბრაზდები. არა, საერთოდ არ მეწყინა. მოკლედ, მეგობრებო, გადავწყვიტე, ეს თმები უნდა შევიჭრა, თმები, რომელიც დიანას ძალიან უყვარს. სმაილ, ორი წამი დამშვიდ, ახლა რაღაცებს გავაკეთებ და მე რეინანებ. სმაილ, ხო იცი, შენ თუ ახლა მაგ თმებს შეიჭრი, დიანა არასდროს აღარ დაგიბრუნდება. არა, მეგობრებო, თქვენ არაფერი არ გისმით. ტიმო, შენ კნობა არასდროს არ დაგიბრუნდება და არც მე დიანა არ დამიბრუნდება. მორჩა, ჩვენი გოგოები არ დაბრუნდებიან, ჩილინდერები მორჩა. კარგი, სმაილ, ორი წამი დაწყნდი, ახლა ვეწავ და დიანას დავურეკავ. ზომბების მართლა არ მეშინია, შემიძლია დავურეკო. გინდა? არა, აღარ მადარდებს. მასკოტ, მიდი დიანას მართლა დაურეკე და უთხარი, რომ თუ ახლა ვერ დაბრუნდება, სმაილი თავის თმებს შეიჭრის. ხო, მართალია, მასკოტ, მიდი და კნობასაც დაურეკე. სმაილ, შენ კიდე ჯერ თმები არ შეიჭრა. მორჩა, სმაილ, მე მივდივარ. სმაილ, მალე დავბრუნდები, ოღონდ თმები არ შეიჭრა, გთხოვ. მე ის ძველი სმაილი აღარ ვარ და თმებიც აღარ მჭირდება. სმაილ, რა გავაკეთე? სმაილ, მგონი ვეღარ აზრუნებ, ვერ იაზრებ, რომ ახლა დიანა და კრობა არასდროს აღარ დაგვიბრუნდებიან. აღარ მადარდებს დიანა დავიბრუნდება თუ არა და მორჩა, სმაილიც აღარ დამიძახო. ვახ, ეს დასასრულია, მორჩა. არა, გოგოებს მაღაზიაში მარტო შეცვლის უფლება არ უნდა ქონდეთ, 1 საათზე მეტია წასული. ზი, მორჩა, თითქმის ყველაფერი ვიყიდე. უნდა შემოსულიყავი ჩემთან ერთად. ორ ადამიანზე ძალიან დიდი ფასდაკლება იყო. ხო იცი, მე ზიზღება შოპინგი. კარგი, საყურო დაჭეკ, უკვე დიდი ხანია გელოდები. უკაცრავად, მაგრამ ყველაფერი ვიყიდე. თან უცნაური მაღაზიები გაქვთ, ყველაფერი სხვადასხვა თაროზეა. კარგი, სახლში წავიდეთ. იმედია დღეს სალინა წողლებას არ შეგვიშლის, გოგოების შუბები არ მომწოს. აი, ზალინა უბრალოდ ცადოს და შეეხოს ჩემს საუკეთესო მეგობარს. მე იქ რაღაცებს დავმართებ. კოსტა, მიდი კარგად გამოგრი, რომ ზომბები ვეღარ შემოვიდნენ. ხო, აქაურობას არ ეკუთვნიან. ფეხბურთელებო, რას აკეთებთ? მართლა ვერ ხვდები, რას ვაკეთებთ? ტერიტორია ზომბებისგან ვიცავთ. ფეხბურთელებო, ხო არ გაგიშტით, ტელეფონის ჯიღულს კეტავთ, დიანას უნდა დავურეკო, მოხსენით. მომისმინე მასკოტ, დიანა აღარ არსებობს, შეგიძლია დაივიწყო. ფეხბურთელებო, სიმართლე რო გითხრათ, არარეალური რაღაცის გამო იტანჯავთ თავს. კარგი, ხო, წადი, შეგიძლია აღარ დაბრუნდე. კოსტა, მეტი ხაზები გჭირდება, ხო, მართალია. გამარჯობა, ზი. დიანა, სახლში გჭირდები, თორე სმაილი გაგიშტა და თავისი თმების შეჭრას აპირებს. გამარჯობა, მასკოტ, რას აკეთებ? და ეს ვინ არის? ზიპ, ეს მასკოტია, ჩვენი მასკოტი. მისმინე მასკოტ, სმაილთან აღარაფერი მაკავშირებს, გესმის? დიანა, გთხოვ, ამაზე დაფიქრდი, მალე ზაფხულს არადეგები დამთავრდება და სკოლა დაიწყება. სმაილი ისევ გაგახსენდება, მაგრამ უკვე განსხვავებული იქნება. მომისმინე, დიანა, სმაილი აღარ ადარდებს, ახლა ჩემი შეყვარებულია. მასკოტ, იქით კვირას ვარჯიში გვაქვს, თუ შეგეძლება, მოდი, კარგი? კარგად. კარგი, დიანა, მანდ ვიქნები, მაგრამ სმაილს რა უნდა უთხრა? მორჩა? ტიმა, შეხედე, შენი მანქანაა. ხო, კოსტა, ვხედავ, მაგრამ ჩემი მანქანა აღარ არის. ისე გასაღები გარეთ აქვს დატოვებული და შეგიძლია აიღო. მოიცა, მანქანა წავართვა ზომბებს და მე რა დამემართება. ტიმა, არაფერი არ დაგემართება. კოსტა, იქნებ შენ დაიღო, მე აქ დავრჩები, უყარაულებ. ტიმა, შენი მანქანაა, გასაღები შენ უნდა აიღო. ფეხბურთელებო, გთხოვთ, ესენი მოაშორეთ, მაგათ შორის ვერ გავძვრები. არა, გაძვრები. არ არის საჭირო, რომ აქ ზომბები შემოვიდნენ. ისიც რა ფეხბურთელებო, თქვენ თავებს არაფრის გამო პრობლემებს უქმნით. კარგი, ვინც დღეს სწავლებაზე ცუდად მოიქცევა, მთელი კვირა სამუშაოებს მივცემთ. ხო, ამიტომ ყველა თავს მიხედეთ და კარგად მოიქეცით. ბაყაყები ყოველთვის კარგად იქცევიან. ამას მიაცეთ რატომ ამბობ? გოგოებო, გაჩვენდით, ყურადღებას ნუ იქცევთ. დრეს კოდი რა არის? პიჟამო, ასეთი სწავლებაა. ხო, მაგარია, მიყვარს ასეთი სწავლებები. ხო, ჩვენც. კარგი, ჩემი დინოზავრის საღამურშავიცო. მე ამბობ პიჟამოები და შეიძლება უბრალოდ ჩორდი და მაიკა ჩავიცვო. არ შეგიძლია. კარინა, ბოდიში, მაგრამ შენ შეყვარებული ვერ წამოვა სწავლებაზე. მოიცადე, ყველა დანარჩენი სად არის? ყველა არ არის აქ. აი, კალათბურთელები მოდიან. Smiles რას ჭირს? მეგობრებო, მე სმაილი აღარ ვარ და ვინც მას დამიძახებს დაერხევა. მოკლედ დღეს სწავლებაზე ყველა ჩვენგანი თვეს სმაილისავით შევიჭრით. ბავშვო, კარგი, ჩემი ძმისავით. მათ შორის გოგოებიც. ვაუ, სმაილმაც მას შეიჭრა, რომელიც დიანას ასე ძალიან უყვარდა. ხო, ანუ დიანა აღარ უყვარს. Smile! ვირთხებო, შემორტყმო ხო არ გინდათ?
რაღაც გრძნობა მაქვს, რომ ძალიან კარგი წვეულება იქნება. თავისუფლები ვართ? თავისუფლები ხართ, ნახავთ წვეულებაზე. გოგოებო, წვეულება ქუჩაშია და საძილე ტომარა ხო არ გაქვს? სარანში გაერთიე. პიცა ხვდები. კარგი კალათბურთელებო, კარგი ვარცხნილობა, სმაილ. მგონი ახლა ტრენდშია. ტრენდი არ არის და სმაილიც არ ვარ. ცხარე соусით გააკეთებ. არა კნოპა, წამოდი, უნდა ვისაუბროთ. შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. კნოპას თავი დაანები. გოგოებო, მართლა ვერ იყოფთ ამ ზაკატს? შენ საერთოდ ნუერევი. კნოპა, გამოხვალ სალაპარაკო თუ არა? არა, არსადაც არ მოვდივარ, შენთან სალაპარაკო არ მაქვს. სალინა, კნოპას კი არა, საკაც უნდა ჩხუბებოდი. მან გიღალა და კნოპა რა შუაშია. მორჩა საკმარისია ამდენი გამათი. ბავშვებო, დაუბრუნდით, ყველაფერი მოვიტანეთ წვეულებისთვის. დაძაბულობა რატოა? გავიგე, ზალინა და კნოპა ჩხუბობენ აქ. დიანა ძლივს დაბრუნდი, ისეთები ხდება აქ. ზალინამ ძალიან დამღალა. ჩერილდერებო, ეს სახლი დატოვეთ. აქ საქმე აღარ დაგრჩათ. სალინა, საკმარისია, ხო არ გავუწდება, რომ ჩერილდერები ჩვენი შეყვარებულები არიან. მართლა ურთიერთობაში ვართ. მომისმინე ზიპ, თუ შენს დასუნდა რომ აქედან წავიდეთ, მაშინ წავალ კიდეც. ბანი, ჩემთან ხართ? სანამ აქ მოხვიდოდით, ყველაფერი კარგად იყო, ჩვენი ცხოვრება გქონდა, ურთიერთობები და თქვენ ყველაფერი გააფუჭეთ. ამას ვეღარ მოვუსმენ. არ მიაქვს ყურადღება, უბრალოდ ასეთია. ზაკ, დამიცავ თუ არა? შეიძლება ახლა წავიდე. საკათ, ყველაფერი შენი ბრალია. ზალინა, გოგოები არაფერ შუაში არ არის. ვინ ფიქრობს, რომ საკათის ბრალია? მე ვფიქრობ, ყველაფერი საკათის ბრალია. ზოუბ, რა თქვი? მოდი გავიდეთ, დავილაპარაკოთ. კნოპა, მალე დავბრუნდები. წამო, დავილაპარაკოთ. კნოპა, ჩემი იქნები. ხო, მგონი წვეულება დამთავრდა. ხო, მაგათთვის დამთავრებულია, მაგრამ მე და შენ მაინც შეგვიძლია რომ გავერთოთ. აბა ზაკაც აკოცე? შენ წარმოიდგინე და არა. გოგოებო, შორს იყავით ერთმანეთისგან? კოსტა, გარშემო დავათვალიერე. დიმა, აქეთ ხარის ვიქნები. დიმა, მიდი, მალე მოდიან. ხო, კოსტა, ახლავე. საკათ, ამას შეხედე. მანქანა. კარგი, მე წავედი. კოსტა, მეც მოვდივარ. ვა, შეხედე ამ ფეხბურთელებს. არა, ჩემთან ლაპარაკი საჩქარო. მიდი ჯერ გასაღები აიღე. ხო, ავიღებ. მორჩა, მანქანას ვეღარ წამართვევ. კარგი, აბა რა უნდა გეთქვა? რა დაკნობა ჩემია? საკათ, შენი შეყვარებული სალინა, დაკნობა ჩემია. კარგი, ჩხუბი შენ დაიწყე. საკათ, ამას არ უნდა აკეთებდე, ძლიერი ვარ. არაფერი გესმით. ზაკატი უკვე 50 წელია მიყვარს, 50. ხო, ამდენი ხანია გიყვარს, 50 წელია და სერიოზული ურთიერთობა არ გამოგსვლიათ. მისმინე ზალინა, არიტირო. ნახე, ჩვენ აქ ადამიანები ვართ და ზომბები შეგვიყვარდა. შენ შეგიძლია რომელიმე ფეხბურთელთან იყო, დიმასთან ან კოსტასთან მოგიხდებიან. მე ზაკატი მიყვარს, ზაკატი. სალინა, მომისმინე, მოკლედ ვიფიქრე, რომ ჯობია მეგობარს დავურეკო და ხა მე იქ გაატარო. ჩვენ ამ დღეს წვეულების მოწყობას ვაპირებთ. ხო, და შენ აქ ზიხარ და ცრემლებს ღრი, გაგვიფუჭებ წვეულებას. მეც ვიქნები წვეულებას და ზაკატს არავინ აკოცებს. ამას ვეღარ მოვუსმენ. გოგოებო, ვფიქრობდი, იქნებ დროა ბიჭების ნაირები გავხდეთ. შემდეგ ზალინაც დაწყნარდება და აღარ დაგვიშლის ჩვენს ბიჭებთან შეხვედრას და მის ძმებთან. აბა რა სიტყვით? დიანა, ესე იგი შეიძლება რომ დღეს ვაკოცოთ? შეიძლება. კნოპა ჩვენნაირი რომც გახდეს, მაინც არ იქნება ზაკატთან. აი ამას მოგვიანებით ვნახავთ. კარგი, იქ თავაზობთ რომ მოვემზადოთ წვეულებისთვის. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა წავალთ, მოვაწესრიგებთ რაღაცეებს და მერე დაგიბრუნდებით. კარგად. ეს აქ უნდა იდოს. უბრალოდ ცადე და ჩემ ზაკაც აკოცე. ჩემი მეგობრები მაგრები არიან, კნოპა, შარში იქნები. შარში. ვაუ, როგორ შემეშინდა. კარგი, გაიღვიძეთ, წვეულება გვაქვს. მიდით.